ჩვენ თქვით არჩევნები რომ მორჩა მეორე დღეს რომ ვახო მეგრელიშვილმა თქვა სადღაც და ნუ მაშინ ჯერ კიდე აი რაღაცნაირად კარგად არ ქონდა წარმოდგენილი, მაგრამ როცა შედიები ჩაიხსნა, მე უკვე უბრალოდ ამის კონტრარგუმენტიც კი აღარ მოიძებნა რომ ბიძინამ 97-ით 3 მოგვიგო. 97-ით 3 ნიშნავს იმას, რომ ყველა წევრი პარლამენტში ვინც ის არის 97%-ის წარმომადგენელი. 3 ვინაიდან ბარიერი არ არის და 5-ია, 3% წარმომადგენელს თავის ხალხი არ ყავს. არჩევნების შედეგების შემთხვევაში რა მივიღეთ? ქოცემა დაიწერეს 54, მაგრამ მიიღეს მანდატების 100%. ანუ შინაარსობრივად ის ხალხით, რომელიც ქართული ოცნების საწინააღმდეგო არ დაიკარგოს და რაღაც დეგენერატობებს ლაპარაკობდნენ და რო აყვნენ, ამ ხალხმა სიამოვნებაში თავისით შემოხაზა ქართული ოცნება. უბრალოდ 41-ის ნაცვლად 4-ს ხაზავდა, 1 აკლდებოდა, ან 5-ს ხაზავდა, ან 9-ს, ან 25-ს, მაგრამ შინაარსობრივად შედეგი ხო ის მიიღო, რასაც მიიღებდა ქოცები რო შემოეხაზა. სხვა არაფერი არ შეიცვლებოდა და ანუ ჩვენ უბრალოდ ასე ვუყურებთ ამ სიტუაციას, რომ მართლა ხალხს ყველაფრის წვენა უნდა ჩამოეშალოს. ახლა არ შეიძლება მათ იმედი არ შეიძლება ხალხი დავაიმედოთ, რომ ამ არჩევნებზე რამე შეიცვლება. ახლა ერთადერთი უნდა უთხრათ, რომ ხალხო, დაფიქრდით.